ბორჯომის პარკში შესვლა გაძვირდა ტარიფმალ არნახევრით მოიმატა. გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მოტივით ხსნის, თუმცა არგუმენტები გაუგებარია მოქალაქეების ნაწილისთვის, რომლებიც გადასახადის ზრდას აპროტესტებენ. სახელმწიფოს ბალანსი არსებული ისტორიული პარკი 2017 წლიდან მხოლოდ დამსვენებლების მიერ გადახდელი თანხებით დაფინანსდება. მანამდე კი პარკი წლების განმავლობაში თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იღებდა. რამდენიმე კვირაა ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა. 4ჯერ მომატებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია პარკის სალაროზეა განთავსებული. გადაწყვეტილებას დამსვენებლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ნაწილი ტარიფის ზრდით უკმაყოფილოა, ნაწილისთვის კი გადასახადი მისაღებია. ხშირად პარკში დავდივარ და ბორჯომის წყალზე დავდივარ და ყველა ყოფილია და 2 ლარი ჩემი აზრით და ხალხით ამბობს დიდი თანხა არ არის. რამდენიმე დღეა ბორჯომში ვისვენებ. აქ არაჩვეულებრივი ბუნებაა. პარკში ჩემს 3 მეგობართან ერთად მოვედი, ვფიქრობ 6 ლარის გადახდა არც თუ ისე ძვირია ამ სიამოვნებისთვის. ძვირია რა თქმა უნდა, კი ძვირია. თუ რამდენიმე ადამიანი ხო შემოდის ერთი ოჯახიდან და გადასახადი უკვე ბევრი უწევს. მოქალაქეები, რომლებსაც დღეს მოამბე პარკში გაესაუბრა, ამბობენ, რომ ზამთარში აქ თითქმის არც ერთი ატრაქციონი და გასართობი ადგილი არ მუშაობს. ამიტომ მათთვის გადასახადის გაზრდა მიუღებელია. პარკის ადმინისტრაციაში კი ამ პრეტენზიების პასუხად აცხადებენ, რომ 50 თეთრიანი ტარიფის პირობებში პარკის მოვლისა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საკმარისი თანხები არ ჰქონდათ. შემოსავლები გადანაწილდება პარკის შენახვა ყველას დაჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს შემოსავლები პირდაპირ მიდის მოწყობაში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, განვითარებაში. დღეს პარკში შესვლა შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის, 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასოა. სტუდენტები და 16 წლამდე ასაკის მოზარდები კი 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. რატომ გახდა საჭირო დამსვენებელთა დანარჩენი კატეგორიისთვის საფასურის გაძვირება და როგორ აისახება გაზრდილი გადასახადი პარკის მუშაობაზე? ამაზე კომენტარს გამგებელი აკეთებს. გაზრდილი შემოსავლებით, რომელსაც პარკი მიიღებს მიმდინარე წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდება პარკის ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ გეგმაში გვაქვს ასევე პარკის რეგულირების განვითარების გეგმის ახალი პროექტის შექმნა, რომ მოხდეს უფრო გაზრდა, გაფართოება პარკის ასევე ატრაქციონების შეცვლა და რაც მთავარია, პარკი აღარ მიიღებს სუბსიდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ოფიციალური ინფორმაციით ზაფხულში ერთი დღის განმავლობაში ბორჯომის ცენტრალურ პარკს ყოველდღიურად 12,000-მდე ვიზიტორი ჰყავს. პარკის დირექცია და ადგილობრივი თვითმმართველობა დამსვენებლებს უახლოეს პერიოდში გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას პირდება.